პარლამენტის წევრები პრეზიდენტის 18 წლის მსჯავრდებული შეწყალებას თხოვენ. ლევან მებხვაძეს, გიორგი ცაგარეიშვილის და დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით გვანცა ყუფარაძე 14 წლის ასაკში დააპატიმრეს და განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის 5 წლიანი პირობითი სასჯელი და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ყუფარაძემ 4 წელი ციხეში უკვე გაატარა სასჯელის, ბოლო 1 წლის გაუქმება კი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია. პარლამენტის წევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ დაკავების დროს არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ყველა სამართლებრივი სტანდარტი და ნორმა დაირღვა. შესრულდა 4 წელი, რაც გვანცა ყუფარაძე, რომელიც 14 წლის ასაკში იქნა მსჯავრდებული, იმყოფება მოზრდილთა საპყრობილის რეჟიმზე და 4 წლიდან წელიწადი და 8 თვე მან გაატარა სამარტოო საკანში. რომ ეს არის წამებასთან გაიგივებული ქმედება და თუ კი პრეზიდენტი არ უფრთხილდება თავის რეპუტაციას, იგი ვალდებულია გაუფრთხილდეს სახელმწიფოს რეპუტაციას, რომელსაც ამ ქმედებებით ადგება ჭრდილი. გვანცა ყუფარაძე უპირობოდ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა და ამით აღასრულოს ის სამართლიანობა, ის შეცდომა, ერთის მხრივ აღასრულოს ის სამართლიანობა, რომელსაც მოითხოვს არსებული მდგომარეობა, ხოლო მეორეს მხრივ გამოასწოროს ის შეცდომა, რომელსაც წლების განმავლობაში სახელმწიფო უშვებს გვანცა ყუფარაძის მიმართ.